Dani. Daniela. Dani. დილამშვიდობისა. ევე. დილამშვიდობისა. Dani, სად გარბი ხარ? Dani, სად გარბი ხარ? სად გარბი ხარ? დედა, გარბი ხარ სადმე? ასე უცებ როგორ იცი, გოგო, წამოხტომა, რო გაიღვიძებ. დილამშვიდობისა. ჩახუტება გინდა. ჩახუტება უნდა ჩემ გოგოს. დილამშვიდობისა. მიირთვი? ჭამე? ისაუზმე უკვე? ჩვენ ჯერ არ გვისაუზმია. შენ ხო ისაუზმე, რაც თავარია. დილამშვიდობისა. ყავა გავიკეთე. ხო და ეხა გოგოებს მომზადოთ საუზმე. გოგოებს ამ ბოლო პერიოდში ძალიან შევყვარდათ ვერმიშელის ფაფა. ჩემი ყავა. და გოგოების საუზმე მზად არის. ეხა გავუმზადოთ ტანსაცმელები. მიუ როგორც ყოველთვის გვაცილებს. ანიტა. კაკაება რა ხარ? მიუკო. დავტოვოთ ქალბატონი ნომერი 2, რომელიც ჩადაქალებული არის ეველინას კლასელებთან. ხო? ეველინას კლასელები შენი დაქალები არიან, გოგო? ანიტა და ელენა შენი დაქალები არიან? კი. მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. გოგოები დატოვებულია სკოლაში, ბაღში. ამინდი გვაქვს მოღუშული, რაღაცნაირი მოქუფრული. დღეს ფაქტიურად ესეთი დატვირთული დღე გვაქვს დილიდან მთელ ოჯახს. დედა ჩემი და ჩემი ბავშვების მეგობრის დედა დავტოვე რაღა იყო, წავიყვანე ბაზარში, რადგან ყვირა
თავს უფრო აქვთ გარკვეული მიზეზების გამო და იმ სუფრისთვის რაღაცები უნდა ეყიდათ. მოვიყვანე ისინი ორივე, ერთი ერთ სახლს დავტოვე, მეორე მეორე სახლს დავტოვე. ნახეთ, გამივსო დილით, რომ გამოვიდა. ვაი. მანქანა გამივსო. შოკოლადებით. იცის რომ მიყვარს ტკბილეული. კიდე. ხო და დავტოვე მოკლედ სახლში ერთიც მეორეც. სადაც რაღაცეები აქვს გასაკეთებელი. მე ხა წავალ სასაფლაოზე. მობრუნდები, მე ევეკოს მოსვლის დროც მოვა ამასობაში. ჯერ 11 საათი არ არის. ხო და მე ევეკოს აქ ცეკვა და ცეკვის მერე უნდა წავიდეთ ორთოდონტთან. არა, ბოდიში, კბილის ექიმთან. უნდა გავიაროთ კონსულტაცია, რადგან სავარაუდოდ დაგჭირდება ორთოდონტი, რადგან ევეკოს კბილები ამოდის ძალიან უცნაურად, დედიკოს მაინც დამგვანებოდა კბილებით. ხო და არ გვინდა ამ ყველაფრის გადადება, გვინდა რომ თავის დროზე მივხედოთ ამ პრობლემას, რადგან ნაცნობებთან, ახლობლებთან, სტომატოლოგებთან, რომლებიც არ მოღვაწეობენ დასავლეთში და არიან აღმოსავლეთში ჩვენები, არ შეიძლება გადადება, რადგან ესე ადრეული ასაკიდან უნდა მივაქციოთ ყურადღება, შემდეგ უფრო მეტი ისეთი გართულება არ მოყვეს ამ ყველაფერს. კბილები, რომლებიც მოიცვალა, იყო შედარებით წვრილი, ვიწრო, უფრო სწორედ, ეხლა მოდის შედარებით ფართე. რადგან ადგილი არ აქვს შესაბამისი კბილი ძალიან ნელა ამოდის და არ ჩამოვიდა ისე როგორც საჭიროა და ქვემოთა კბილები ცოტა შებრუნებულივით აქვს და სავარაუდოდ ისე კი ამბობს თავისთვის მეო braces დამჭირდებაო და რა დაგჭირდება დედა მეოთხარ და bracesო ქართულად ბრეკეტები არის ცოტა და ინგლისურად შემომითხლიშინა სახეში braces დამჭირდება. წავედი ხა ვიყიდი ყვავილებს. მე წავალ სასაფლაოზე. სტიამბებია. აქაურობა ორმაგად სავსე იყო ამ შოკოლადებით და ავდილით ჩემო მეგობრის დედამ გამივსო, რასაც ქვია და მე მთელი დღე გზადაგზა ვჭამდი. აბა რა ვქნა, რომ დავწანწალებ, მე რომ შივდება. ეხა წავედით დანისთან. ამასობაში მე სასაფლაოზეც ვიყავი. ბიძა ჩემის და ბებია ჩემის, ბაბუა ჩემის სასაფლაოზეც ვიყავი. ისიც დავალაგე. მოვაწესრიგე. ხო და? ვინ არის? ჩემი მეზობელი. ისიც მოვაწესრიგე. სახშიც მოვედი. ვისადილე. ევეკოც ამასობაში სახში მოვიდა. რას მიკავს ხელები? ხელებს არ ვემჩნევ. მობრძანდი. როგორ ახარ ჩემო საყვარელო? ხوار შეგცივდა. გოგო ციმა. რაღაცა სიტუებს რომ ვიყავი. მიჩვეული. შენ ჩემი თქვი. მე როგორ სიტუებს ვიყავი, მიჩვეული. ხოდა. ხელთათმანები არ მქონდა წაღებული. სასაფლაოზე რა წავედი. ნახეთ რას მიკავს, სულ დამისკდა. არა უშავს, ხელებს კი მოევლება. იმათ რა ეშველებათ იქ რო არიან. ხო და სახში მოვედი,
ვისადილე ევეკო ცეკვაში გამოვუშვი. 5 წუთი მე მოვასწრებ ახლა რომ ჩავიდე დანისთან, წამოვიყვანო დანი და ევეკოს გამოვუარო, მე გამოვუცვალო, მოვაწესრიგო ეველინა, მე რაღაც შემცივდა კიდე და სხვა რაღაცა უნდა ჩავიცვა. რა შვები გუდუნა? ციმციმა. აგა ციმციმა. ღმერთო ჩემო. ხო გახალისეთ მასე რა ქვია რო გამაბრაზეს ქუთაისში. ცხოლმა რო გამაბრაზა, ხო იხალისეთ. მან რო არა მომეჭრა ის მონაკვეთი, მაშინ ტუ ესე უნდა დამედო, იმიტომ რომ ძალიან უკიდურეს შემთხვევაში ვიყენებ უწმაწურ სიტყვებს, ეგრეთ წოდებულ გინებას. და იმდანად გამამწარა იმ დღეს იმ მამაკაცმა. ძალიან წარედ ვაგინე. ხოდა მაგიტო იყო ეგ ვიდეოზე იმ მომენტში მოჭრილი ის მომენტი უბრალოდ ვერ დავუშვებდი რომ თქვენ ყურებს ეგ მოესმინა. ხოდა მე სულ მე გადავდივარ კაცო იქეთ თხრილში და თქვენც გადადით ხანდახან. გამარჯობა ალეკობიძია. თქვენც გადადით ხანდახან თხრილში ჩემს გამო. ვიწრო გზა არის დანისთან რომ მიდიხარ ბაღში. ვაი, თან დანგრეული. ხოდა სულ მე გადავდივარ თხრილში და მე ვუთმობ ყველას გზას და არავინ არ გითმობს და ცივა hello brother შენ გენაცვალ თავარია ემელია ძმაო გიჟი რო იქნები რაო ესო ფიქრებს ახ მე კი არა, შენ ვერ ახარ, მან დრო ყავს, მანქანა დაყენებული, შეჩემი სტრულაილა. ამ ხელა მობღენძილი კაცი რო ხარ, ბოდიში ამ სიტყვაზე და წავედი. რა ჭამე? სუპი ჭამე? ფლავი არ ჭამე, ხო? ფლავიც ჭამე? ქიშმიშებიანი ფლავი ჭამე? დანი გაპუწულო გამოვიყვანე დანი მე და დანიმ გამოვუარეთ ვის ეველინა იმყოფება უკანა სავარძელზე დაღვედილი ხვედ გადაკრული და ეხლა მივდივართ კბილის ექიმთან მართალი არის ვიზიტი გვაქვს 6 რო დააკადება 15 წუთი და ბავშვებო აი როგორ არ უნდა მოიქცევე შეხედე რა გააკეთა მე არა იმ ბავშვმა გზაზე შეხედე რა გააკეთა რა და გზაზე გადმოირბინა ასე არ შეიძლება ხოდა დავტოვეთ დანიელა ბატონო უნდა გავაიხედოს თუ მანქანები მოდის გამორბენულია უკვე გამოირბინა დანი დავტოვეთ დაჯიბებოსთან და მე და ევეკო წამოვედით ახლა ქუთაისში მივდივართ ანა ექიმთან ხო? ხო მე რო ვიყავი ერთხელ ანა ექიმთან კი ბატონო მესამე კბილი რომ ერყევა და ნახოთ რას გვეტყვის ანა ექიმი დღეს ძალიან მაგარი დატვირთული დღე კი გეცანხმები ძალიან კარგი ექიმი არის ხო და წავიდეთ
იცის სიტყვით. ხელებიდან ვერა, აი ვიხეხე, ვიწმინდე რა არ ვქენი, კბილის პასტითაც დავიბანე ხელები და ვერ ამოვიცილე როგორ იცის. კანში ჩაჯდომა ბალახეული თუ გაქვს მონაპუტი. ხო და არა უშავს. არა უშავს, ხო? წავედით. ეს ყანია. ნახე რა ქნას ახლა. უი, მიხდე გახუტუნე რა არის? მიხდე ჩამოსიც. ეს არის რა ისა. ნერწს რო ისრუდავს, ხო? ჩამოსიხვალო ახლა კიდე. ვარგეხო. აი ხვალე. ჩამოვედის მე და ევეკო. ქალბატონებს უკვე მივხედე, დავაწვინე. ხო და უსაყვარლესმა ანაექიმმა ესე გვითხრა რომ ჭირდება ფირფიტები ჩვენს გოგოს და მოგცა რეკომენდაცია თუ ვისთან უნდა მივიდეთ ორთოდონტთან. და ხვალისთვის დავჯავშნეთ უკვე ვიზიტი. და აი მას ჭკუაზე რა სიხარულისგან ერთსული აქვს როდის მივა ექიმთან. არ იცის რა ელოდებათ. და ანაექიმმა ლამის შეჭამა ცოცხლად, რა ესე ჩაპწკინა ეფერა და არ ვიცი ალბათ ეს ადამიანი არის შექმნილი რომ იყოს ბავშვების ექიმი. ექიმისთან კი არ უჭვა. ხვალ ფიქრია ექიმთან მივდივართ. ფიქრია ექიმთან მივდივართ ჩვენ ხვალ. ესეთი ამბები გვაქვს. ახლა მეც მივხედავ ჩემ თავს. საქვია. ფიქრია. ხო და ხვალ წავალთ ორთოდონტთან და ვნახოთ რას გვეტყვის. ასე რომ აქედან ხა დაგემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და შევხვდებით მომავალ ვლოგში. ნახეთ რა დღეში არის.